ჰქონდა ხელოვნების სკოლა გახსნილი პანგესის ხეობაში, კერძოდ ჯოყოლოში, სპეციალისტი ყავდა ჩამოყვანილი თბილისიდან, თვარისა ჯოისი, რომელიც პირდაპირ განათლება ჰქონდა ბავშვებთან მიმართებაში, მიღებული არტ-თერაპია, რომელიც ასწავლიდა ბავშვებს ხატვას, ძერწვას, თექა, გობელინი. 2 წელი ვიმუშავეთ, 150 ბავშვი ყავდა. იყო ამ პროექტის მიზანი იყო ჩვენი ბავშვების ინტეგრაცია საზოგადოებასთან, რადგან 88 წლიდან არ ისწავლებოდა პანგესის ხეობაში არანაირი ხელოვნება. ჩვენ ქონდა გაცვლითი პროგრამები ჩამოყალიბებული ამ პროექტში, თბილისის ვალდორფის სკოლასთან შეთანხმებით, რომ ის ბავშვები ჩამოყვავდა აქ, ესენი უნდა წაგვეყვანა. იყო ყიდვა გამოფენა, ყიდვა-გაყიდვა, ბავშვების ნამუშევრები და ბავშვებმა იცოდნენ, რომ ის რასაც მუშაობდნენ და შრომობდნენ, დაფასებული ჰქონდათ. ძალიან კარგად. მაგრამ შეიცვალა ხელისუფლება, საჭიროდ არ ჩათვალეს ამ სკოლის არსებობას. მოსწავლეთა მომართვიანობა რამდენად მაღალი იყო იმ სკოლაში, რომელიც თქვენი მაღალი იყო, ეს ყველაფერი მოხდა მშობლებთან შეთანხმებით. და რო დაინახეს ბავშვებმა ეს ყველაფერი როგორი გარემო იყო სკოლის შემდეგ, როგორი მუშაობა მიდიოდა, იყო ძალიან დიდი მოთხოვნა, რა თქმა უნდა. მაგრამ პრობლემა ჰქონდა ბავშვებთან, ვაჰაბისტების ბავშვებთან. იმიტომ რომ კერძოდ უშლიდნენ დახატვას იმისას, რაც იყო სულიერი. მაგრამ მაგალითად იქ ძროხა, იქ ადამიანი, იქ ქათამი იყო, იქ ფრინველი, იქ მერცხალი იყო, თუ რა იყო. ეს მეცადინეობების დროს როცა ხდებოდა ხატვა, ხო? რო უნდათ სიარული მათ და მე შეწყვეტეს, მე გვითხრეს, აგვიხსნეს, რომ ამიტომ არ დავდივართ. ამიტომ ჩვენ დავიბარეთ ის მშობლებთან შეთანხმებით გავაკეთეთ ისე, რომ არ დავახატინებდით სულიერს, ისინი იმუშავებდნენ თექაზე, ნემსებით, ყვავილებს დახატავდნენ, კალათები იყო თუ ხე იყო, ფოთოლი იყო თუ რა იყო. და ძალიან კმაყოფილები იყვნენ სხვათა შორის. რა კეთდება, რა ხორციელდება ხეობაში იმისათვის, რომ ხეობაში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური ქისტები და ჩეჩნეთიდან ტოლულები ინტეგრირებულები იყვნენ ქვეყანაში მცხოვრებ დანარჩენ მოსახლეობასთან. ინტეგრაციასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არაფერი არ კეთდება, ჩემი გადმოსახედიდან. აი მაგალითად არის ჩამოყალიბებული ანსამბლი პანკესი 2002 წლიდან. საკმაოდ არის ნატურალური სუფთა ფოლკლორი. საკმაოდ ძლიერი ბავშვები, აქ არანაირი მუსიკალური განათლება არ არის ხეობაში. ხეობაში არ არის ქორეოგრაფია, არ არის ხელისუფლებას დაინტერესებული იმით, რომ ხეობაში რაღაც გაკეთდეს. ხეობაში დღესდღეობით აბსოლუტურად არაფერი არ ხდება. აბსოლუტურად არაფერი. კულტურის მიმართულებით. არც სპორტის მიმართულებით. სხვა რა უწყობს კიდევ ხელს, რომ აქედან ახალგაზრდები მიდიან და მონაწილეობენ ომში. დღეს ჩვენი ახალგაზრდობა ცხოვრობს ძალიან ჯანსაღი ცხოვრებით. ახალგაზრდობა, ჯანსაღი ცხოვრება რას ნიშნავს? არ ეწევიან, არ სვავენ, არიან აი ძალიან ესეთი თავიანთვის ვარჯიშობენ, არიან როცა უმუშევრად არის ადამიანი არ ეწევა, არ სვავს, რა თქმა უნდა, ესეთი დაკონთული, ჯანსაღი ახალგაზრდობა მთელი დღის განმავლობაში არის დაუსაქმებელი, დგას ბირჟაზე, მას არ შეუძლია რომ შეინახოს ოჯახი, ამიტომ იყო რომ დღეში 200 ადამიანი, ერთ კვირაში 200 ადამიანი წავიდა ევროპაში, იქნებ რამენაირად გადასულიყვნენ და ევროპას შეინახა ისინი. აი რა უნდა გააკეთოს ახალგაზრდა ადამიანმა, როცა არ არის არანაირი სამუშაო რესურსი. დასაქმების პრობლემა პირველ რიგში. რატომღაც ჩვენ გონია, რომ ამ ხელისუფლებისგან ჩვენ, როგორც ეთნიკური უმცირესობა, ჩეჩნების ეთნიკური უმცირესობა, ჩვენ ვართ რატომღაც გარიყულები, იმიტომ რომ ჩვენ არავის არ მაინტერესებთ. რა პრობლემაც არ უნდა იყოს, ჩვენ რომ მივიტანოთ მაგალითად ხელისუფლებამდე, ხო, მივიტანოთ. არანაირი შედეგი არ მოსდევს ამ ყველაფერს. რელიგიური გავლენა ამას ხელს არ უწყობს? რელიგიური გავლენა არანაირად არ უწყობს ხელს რელიგიური გავლენა, იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს, შენ ადამიანი ხარ, კაცი ხარ, მამაკაცი ხარ, პირიქით რელიგია გეუბნება, შენ მამაკაცი ხარ და შენი ოჯახი უნდა შეინახო და შენ ხარ ვალდებული, რომ შენ უზრუნველყო ოჯახი.
და ამიტომ თავმოყარეობის საკითხიც არის, რომ ამ მას რო არ შეუძლია რომ ამ ხეობაში დასაქმდეს და რამე გააკეთოს, ის იძულებულია ადგეს და წავიდეს ევროპაში. მაგალითად, ამ წინებზე რო ვუთხარი, რომ რატომ მიდიხარ, ერთ ახალგაზრდას ვუთხარი, რატომ მიდიხარ, ძალიან გთხოვ, დარჩი მეთქი ხეობაში, აი რა უნდა გააკეთო ევროპაში და რას მეუბნება? მე მაგალითად ძალიან მრცხვენია ჩემი შვილებისო, იმიტომ რომ გაიზარდნენ ჩემი შვილები და მას ის მთხოვს რომ რაღაც ჩექმა ვუყიდო, რაღაც ის არა მაქვს, კაპიკი არა მაქვს, მე რომ მას ის ჩექმა ვუყიდო, თუნდაც ელემენტარული ტუფლი ვუყიდო, ან წიგნი ვუყიდო, ხო? ვიცი რომ თქვენ შვილებს ჰქონდათ განათლება და არ ჰქონდათ განათლების დეფიციტი, მათ შორის ერთ-ერთი ფლობდა უცხოური უნივერსიტეტის დიპლომს, იცოდა რამდენიმე ენა. ან მას შეეძლო ევროპაში, სადაც ცხოვრობდა, იქვე მოეხდინა თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია. რა მობიძგა რომ სირიაში წასულიყო ჯერ ერთი და შემდეგ მეორე? ჯერ ერთი ჩემ შვილებთან დაკავშირებით მე გეტყვით რა მობიძგა. მე არ ვიცი, მე არ მეგონა თუ ჩემი შვილები ოდესმე ამაზე წავიდოდნენ, მაგრამ მათ იმდენი რამე ნახეს ჩეჩნეთის ომის დროს, იქ დაბადებულები არიან, იქაც პატარაობიდანვე ზდევს ამათ სულში ის ყველაფერი, გინდა გადმოცემით, გინდა თავიანთი თვალით ნანახი, მარტო ჩემ შვილებზე არ მაქვს ლაპარაკი, ჩეჩნებზე მაქვს ლაპარაკი, რომ იმდენი რამე დევს ფსიქოლოგიურად, იმდენად შეურაცხყოფილები არიან ისინი იმ მტრის გამო, რომ როცა იზრდებიან, ის სადღაცა მაინც უნდა ისაქნან გამოავლინონ ეს თავიანთი ბოღმა იმ მტრის მიმართ, ეს თავიანთი ღვაწლი იმ მტრის მიმართ, რომ არ მავიწყდება არასოდეს მე რომ მღეროდი ის სცენაზე და მე რომ ვიმღერე. პატარა იყო მაშინ 13 წლის ჩემი უფროსი შვილი, 13 წლის და მე მითხრა რომ მამ რა გამღერებს რუსები ჩვენ ხალხს ხოცავენ და შენ რატომ ღერი ხარ? რა ვიცი, რატომღაც მგონია სადღაცა უნდა გაუმკლავდნენ ისინი ამ ყველაფერს და სადღაცა უნდა დახოცონ ის მტრები, სადაც იქნება ომი. მაგრამ ამ ომთან დაკავშირებით, სირიის ომთან დაკავშირებით მე ვერ გეტყვით. იქ არც რუსები იყვნენ, არც ამერიკელები იყვნენ, ერთმანეთს რო ებრძოდნენ და ხოცავდნენ და მან რა ხდებოდა, მე ამას ვერ გეტყვით და რატომ წავიდნენ. მე ასე მგონია ეს იყო უფრო რელიგიური მიმართულება. თუ შეიძლება რომ გითხრათ, როგორ მოხვდნენ იქ და რამდენი წელიწადში და თქვენ როდის ჰქონდათ ბოლოს ურთიერთობა? ურთიერთობა რა თქმა უნდა ჰქონდა, ჩვენ როდის მოხვდნენ 2013 წელს. მე არ ვიცოდი ისინი აღარ ცხოვრობდნენ პანკესის ხეობაში. არა, არ ცხოვრობდნენ პანკესში, ისინი ავსტრიაში ცხოვრობდნენ, 10-12 წელი იყო, იქ დაოჯახებულები, იქ შვილები. ორივეს სამსამი შვილი დარჩა. და როდის გაიგეთ თქვენ ამის შესახებ, თქვენი შვილები იქ იბრძოდნენ? მე გავიგე გვიან, როცა ისინი მიდიოდნენ, ჩამოდიოდნენ თურმე, ჩამოდიოდნენ და ეს გავიგე მოგვიანებით. იმიტომ რომ მე ამისთვის მომამზადა უფროსმა ბიჭმა, იმიტომ რომ ის უფრო სხვანაირი იყო, სადაც ჩემ ძმებს და დებს ხოცავენ, მეც იქ უნდა ვიყო და ჩემი მოვალეობა არის, რომ მე უნდა ვებრძოლო მტერს, ყოველთვის ამბობდა ხოლმე და მე გავიგე რომ ის იყო სირიაში და მე ამის შემდეგ მე ამაზე ძალიან მიმძიმს და მიჭირს ხოლმე ლაპარაკი სხვათა შორის ამით, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან ხშირად მიხდებოდა ამაზე ლაპარაკი. მე ამაზე უფრო ამოვიღე ხმა და ვილაპარაკე, რომ ამაზე გაემახვილებინა ყურადღება იმ სხვა დედებსაც, რომ ესე არ გამწარებ, ძალიან გამწარდი დედა ვარ და რა თქმა უნდა მე განვიცდი სხვის დედის უბედურებასაც განვიცდი, ჩემი რა არის და სხვისას განვიცდი ხოლმე, როცა დაიღუპება მაგალითად მისი 18 წლის თუ 16 წლის შვილი. ეხლა ვერ გაიგებთ, იცი ძალიან ბევრები მიდიან სირიაში და ეხლა ვინ მიდის და ვინ არ მიდის, მე ნამდვილად არ ვიცი. თქვენ გაქვთ ნათქვამი ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც მე ნახე მოქს, რომ ეს ბავშვები თავიდან ხო თქვენთან ცხოვრობდნენ და თქვენ გაარიდეთ, ანუ ხეობაში ცხოვრობდნენ და თქვენ გაარიდეთ აქაურობას იმის გამო, რომ რაღაც მისწრაფებების შესახებ შენიშნეთ. იყო ესეთი რამე, რომ ისინი უკვე ამბობდნენ. ეს იყო 15 წლის იყო უფროსი, 13 წლის იყო უმცროსი და რომელიც ხდებოდა. ეს იყო 2003 წელში, 2000 წელი, 2000 მხოლოდ დაზუსტებით ვერ გეტყვით ზუსტად მე ამ წლებს, იმიტომ რომ ცოტა მიჭირს ამ წლებზე ლაპარაკი და ეხლა როცა ბავშვები მოიზარდნენ, ბავშვებს ყოველთვის აქვთ ესეთი
ის რომ ჩვენ უკვე გავიზარდეთ და ჩვენ უნდა ვიყოთ მამასთან, რა თქმა უნდა ეს ჩეჩნების სურვილი არის და რომ თავმოყარეობა არის, რომ აუცილებლად უნდა იყვნენ მამასთან. ხო და მათი სურვილიც იყო რომ ყოფილიყვნენ მამასთან. და ბავშვები რომ იკარგებოდნენ ხოლმე, როცა დროულად არ მოდიოდნენ ხოლმე სახლში და რაღაც ეძებდი, მეუბნებოდნენ რატო იგვიანებთ, რამე ჩვენ ვართ უკვე სრულწლოვნები, ეს რელიგიის მიხედვით 15 წლისა სრულწლოვანი და სრულიად უფლება მაქვს, მე ბრძოლის უფლებაც კი მაქვს, მით უმეტეს იმისა, რომ თავის დროზე არ დავბრუნდე სახლში. მაგრამ რო შევამჩნიე, რომ იყო რაღაცეები, რომ მაშინ კარგად გვახსოვს ის წლები, როცა აქ რეები ხდებოდა პანკისის ხეობაში და ყველაფერი ცუდი რო აქ ხდებოდა, კარგად გვახსოვს ყველას ის წლები და მაგ დროს მე დამიკავშირდა მათი მამა და მითხრა, რომ ისინი ტოლვილის არ ეცხოვრებათ უკვე ჩეჩნეთში და უნდა წავიდნენ ევროპაში. მე გადავწყვეტე, მე დაველაპარაკე ბავშვებს, გადავწყვეტე, რომ მე ისინი გამეგზავნა იქ. იმიტომ რომ იქნება ცხოვრება უფრო მოენახათ, უფრო თანამედროვე აზროვნების ყოფილიყვნენ იქ, მიიღებდნენ განათლებას, იქ გახდებოდნენ დამოუკიდებლები და მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა ასე. რის შემდეგ მოხვდნენ თქვენი შვილები სირიაში? მას შემდეგ რაც დაუშვათ აქედან ბათილაშვილი აღმოჩნდა სირიაში საბრძოლო მოქმედებებში თუ მანამდე? თარხან ბათილაშვილის საუბარი, რომელიც ახლა კი მესმის მე, მაგრამ მე არ ვიცი ახლა თარხან ბათილაშვილი როდის იყო მეგობრობდა თქვენი უფროსი შვილი მასთან და იყო მის პირადი თარჯიმანი. იყო პირადი თარჯიმანიც იყო და მასთან ურთიერთობაც ჰქონდა. მაგრამ ახლა ის წავიდა ჯერ და მერე წავიდა ის თუ ჯერ ეს წავიდა და ის წავიდა, ეგ არ ვიცი ნამდვილად. ეგ არ მეკითხია. მაგრამ მე ასე ვიცი, რომ რაც თარხან ბათილაშვილი წავიდა, მან ძალიან ბევრი მოწოდებებით, ძალიან ბევრი ახალგაზრდა წავიდა სირიაში მისი მოწოდებით. მისი მოწოდება რა ტიპის გავლენა შეიძლება ახდენდეს აქაურ ახალგაზრდებზე? მაგალითად, ჩემს შვილებზე ვერავინ გავლენას ვერ მოახდენდა ჩემს შვილებზე, იმიტომ რომ სრულიად ჩამოყალიბებული პიროვნებები იყვნენ 27 წლის, 25 წლის და ვერავინ ვერ გადაუბრუნებს ადამიანს ტვინს, როცა არის მაგასაკის, ხო? ეხლა შეიძლება 17-18 წლის ბიჭს ელაპარაკო და მართლა რაღაც დაინტერესდეს და არ იცის სად მიდის. იცოდნენ დაინტერესება არა აქვს, იმიტომ რომ არის ინფორმაცია, რომ როცა მედიან იქ საბრძოლის შედეგად მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, მე არ ვიცი ახლა მე ეს ვიცოდი, რომ ჩემი შვილები მე რომ მოვდიოდი, ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ძალიან გული მტკივა, რომ ასე გზავნი, მე $100 კი არა მაქვს, რომ შენ მოგცე. მე ეს ვიცოდი, რომ ჩემს შვილებს არანაირი ფინანსური ინტერესი არ ქონდათ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდათ, რომ ისინი მზად იყვნენ თავის შეეწირათ ალახისთვის. აი ეს იყო მაგათი მოწოდება. ეს როცა თქვენ იყავით სირიაში? როცა მე ვიყავი სირიაში, კი. როგორ მოხვდით იქ? როგორ მოხვდი, მე ჩემს შვილს დაუკავშირდი, ვთხოვე, რომ მე ძალიან მინდოდა მისი ნახვა. როგორ დაუკავშირდით? ტელეფონით, სკაიპზე დაუკავშირდი, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად ხდებოდა იქიდან სკაიპზე გამოსვლა. მე მის მეუღლეს დაუკავშირდი, რომ აუცილებლად დამკავშირებოდა, იმიტომ რომ მე ვიცოდი რაღაცეები, რომ თუ მოჯახეთს უფლება ჰქონდა თავის დედა წაეყვანა. ერთადერთი ეს უფლება ჰქონდა და მე მინდოდა, რომ ეს უფლება გამომეყენებინა, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა მისი ნახვა, იქნება როგორმე დაველაპარაკო, როგორმე ვთხოვო, რომ ის დაბრუნდეს უკან, რომ ის არის უაზროვნი, აქ არ შეიძლება და ესეთი რაღაცა მე თვითონ მაინტერესებდა. ამიტომ ძალიან რთული კი იყო ამ ხელა გზაზე იქ წავსულიყავი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იმედიც კი არ მქონდა, ღამის პირველ საათზე დამიკავშირდა პირდაპირ დავინახე სკაიპზე როგორ და მე მას პირდაპირ ვუთხარი, რომ სანამ მეთქი კავშირია არის მეთქი ჩვენ შორის, მე მინდა გთხოვო, რომ შენ მე უნდა წამიყვანო იქ მეთქი და როგორ მოვიდე შენამდე. დაგჭდოთ ნება. მაგან მე ნება დამრთავდა ნებას, იმიტომ რომ ის იყო უაღრესად მოსიყვარულე შვილი, ის იყო უაღრესად ძალიან ვუყვარდი და ძალიან სხვანაირი შვილი იყო. ის იყო განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც მიხვდა იმ ჩემ გრძნობას და უარი არ მითხრა წასვლაზე.
და მეც არ დავაყოვნე და ერთ კვირაშივე რაც კი მას უნდოდა, რაც კი სოფლიდან, რაც კი მას ენატრებოდა, აბსოლუტურად ყველაფერი წავიღე და წავედი, მაგრამ მოთითებული იყო ყველა ის გზა, ყველა ის წერტილი, ვინსა დამხვდებოდა, როგორ გადამიყვანე რანაირად და მე ესე უვნებლად 4 დღე კი მომიწია გზაზე. მე 4 დღეს ჩავედი იქ და ნახე რა თქმა უნდა ჩემი შვილი. თურქეთის გავლით ხო ალბათ? კი, თურქეთის გავლით, აბა სხვანაირად მე არ ვიცოდი იქ. და თვითონ იქ უსაფრთხოდ გადაადგილდებოდით უკვე იმ საომრად? მე იქ ყოველგვარი მე თურქული არ ვიცოდი, ინგლისური არ, მხოლოდ რუსული ვიცოდი და მე უსიტყო და ულაპარაკოდ გადავტყავდი ადგილიდან ადგილზე. ეს ყველაფერი იყო ჩაწყობილი, რომ ვის უნდა სად უნდა მივეყვანე და აბსოლუტურად უვნებლად, აბსოლუტურად ყოველგვარი ზედმეტი პრობლემის გარეშე ჩამიყვანეს იქამდე და შევედი იმ დიდი უზარმაზარი რკინის ალაყაფის კარებში და მან დამხვდა ჩემი შვილი და ეს იყო ძალიან დიდი სიხარული. ვერ გადმოგცემთ ის 4 დღე, 5 დღე რაც გავატარე იმ ჩემ შვილთან. ეს იყო ის დაუვიწყარი დღეები. და მაგრამ მე რო ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თხოვე რომ ის დაბრუნებულიყო უკან. მან მითხრა რომ ის არ დაბრუნდებოდა არასოდეს.